რა გვსურს სინამდვილეში? რა გვიჩენს სურვილს? როგორი სიტუაციისკენ ვისწრაფვით? როდესაც საკუთარ თავს ვეკითხებით, რას ვიზამდით ფული რომ პრობლემა არ იყოს, მალევე ვაცნობიერებთ თუ რამდენად ვართ განპირობებული ჩვენივე საგანმანათლებლო სისტემით. ბევრი იტყოდა, რომ სიამოვნებით იქნებოდა მხატვარი, პოეტი, მწერალი ან იცხოვრებდა ბუნებაში. თუმცა მალევე გვახსენდება, ასე ფულს ვერ ვიშოვით. თუ ფულის შოვნა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, გამოდის რომ მთელ ცხოვრებას სრულიად ამაოდ ვფლანგავთ. საბოლოოდ ვაკეთებთ იმას, რაც არ მოგწონს, უბრალოდ არსებობის გასაგრძელებლად, რაც ნიშნავს, რომ ვაგრძელებთ იმის კეთებას, რაც არ გვსიამოვნებს. რა სისულელეა, არა? ხომ არ ჯობია გქონდეს ხანმოკლე, მაგრამ საყვარელი საქმით სავსე ცხოვრება, ვიდრე ხანგრძლივი და საცოდავი ყოფა. არადა თუ მართლა გვიყვარს ის, რასაც ვაკეთებთ, ადრე თუ გვიან ამ საქმის ოსტატები გავხდებით. საქმის სიყვარული ერთადერთი გზაა რაიმეში დაოსტატდე. შედეგად კი კარგი შემოსავლის მიღებაც შეგვიძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში შვილებს ისეთივე დაუკმაყოფილებელი ცხოვრებისთვის გავზრდით, როგორიც თავად გავიარეთ. უბრალოდ იმისთვის, რომ მათაც ზუსტად იგივე გაუკეთონ თავიანთ შვილებს. ეს გზა არსად მიდის. აბა რა გვსურს სინამდვილეში? შეიძლება ვიფიქროთ, რომ სრული კონტროლი გვინდა. არასდროს ბერდებოდეთ. ხილი, რომელიც არ ლპება, ტანსაცმელი, რომელიც არასდროს ცვდება და დროის დახარჯვის გარეშე მოგზაურობა. გგონია, რომ რაღაც უცნაური ტექნოლოგიური ყოვლისშემძლეობა გვსურს. თუმცა თუ კარგად დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ეს სულაც არ არის ის, რაც მართლა გვინდა. ისეთი სიტუაცია, სადაც მომავალი სრულიად პროგნოზირებადი და ჩვენი კონტროლის ქვეშაა, უცებუე იქცევა უინტერესო წარსულად. სინამდვილეში ჩვენს აღტაცებას და ინტერესს იწვევს სწორედ განუსაზღვრელობა, სიურპრიზები. თუმცა მხოლოდ სასიამოვნო სიურპრიზები ვერ გვექნება, უსიამოვნოც შეიძლება შემოგვეპაროს. თუ გვსურს სურვილების ხურჯინის გახსნისას აღტაცება განვიცადოთ, როცა არ ვიცით შიგნით მკვდარი ვირთხაა თუ ახალი კამერა, მაშინ რისკები უნდა მივიღოთ. აბსოლუტური ძალაუფლება ან კონტროლი არც ერთ გონიერ ადამიანს არ სურს. ხვალ რომ გვკითხონ, რას ვიზამთ ჩვენი ამ ძალით, პასუხი არ გვექნება, რადგან ჩვენი სურვილები მოკლევადიანი, ურთიერთგამომრიცხავი და დამაბნეველია. საქმეზე რომ მიდგება, სინამდვილეში არავის სურს იყოს ღმერთი. როდესაც სიამოვნების უკიდურეს ზღვრამდე მივდივართ, ის უფასურდება. თუ მას უსასრულობამდე ვსდევთ, საბოლოოდ აღმოჩნდებით იმ სამყაროში, რომელსაც ბუდისტები ნარაკას, ანუ ჯოჯოხეთს უწოდებენ. თუ სიამოვნებას სრულიად გამოვიკვლევთ, ერთადერთი რამ, რისგანაც სიამოვნების მიღება შეგვეძლება, ტკივილი იქნება. ასე რომ, როდესაც ფუნდამენტურ კითხვამდე მივდივართ, რა გვინდა? ჭეშმარიტი პასუხია, რომ არ ვიცით. როდესაც ბუდისტ ბერს, ბოდჰიდჰარმას კითხეს თუ ვინ იყო, მან უპასუხა, არ ვიცი. ამ ყველაფერში სამ ეტაპს გავდივართ. თავიდან არ ვიცით რა გვინდა, რადგან ამაზე არ გვიფიქრია. შემდგომ გგონია, რომ ვიცით რა გვინდა და სხვადასხვა სურვილებს ვირჩევთ. ბოლოს კი ვაცნობიერებთ, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში არ გვაკმაყოფილებს და ვუბრუნდებით თავდაპირველ პასუხს. არ ვიცი. ორი მიზეზის გამო არ ვიცით რა გვინდა. ეს ან უკვე გვაქვს, ან მეორე ის, რომ ჩვენ ვერ შევიცნობთ საკუთარ თავს. ისევე როგორც დანა ვერ გაჭრის საკუთარ თავს. ცეცხლი ვერ დაწვავს საკუთარ თავს და სინათლე ვერ გაანათებს საკუთარ თავს. ეს საბოლოო არ ვიცი, ზუსტად იგივეა, რაც დათმობა და კონტროლზე უარის თქმა. როდესაც ნებაყოფლობით უწყვეტთ საკუთარ თავზე ჩაბღაუჭებას და მოვლენების ჩვენი ნებისთვის დამორჩილების მცდელობას, აღარ ვფლანგავთ ენერგიას თავდაცვაზე. იმ მომენტში, როდესაც კონტროლს უთმობთ, ეს დიდძალი ენერგია გამოთავისუფლდება და ჩვენთვის ხელმისაწვდომი ხდება. რაც მეც გავცემთ, მით მეტი გვიბრუნდება უკან.